ამასობაში უკვე 3 მარტია შუაღამე და ვიდეოში მოვყვები რა მოხდა დღის განმავლობაში საინტერესო და უკრაინის თემაზე, ომის თემაზე ვისაუბრებ ძირითადად ჩემი ახალი გამომწერებისთვის, რაც ველიდან გამომწერებმა ისედაც ეგ თემა იციან. სანამ ყურებას გააგრძელებთ, დაალაიქეთ ვიდეო, გამოიწერეთ ჩემი გვერდი და გააკეთეთ დონაციები. ხო, დღეს რა ხდებოდა მოკლედ საინტერესო, ლონდონში იყო თავყრილობა ევროპელების. ზელენსკიც ესწრებოდა ევროკავშირის ლიდერები, ურსულა და ძმანი მისნი, ნატოს ლიდერშიპი და აგრეთვე კანადის პრემიერი ტრუდო. 2 საათზე მეტხანს გრძელდებოდა ეს შეხვედრა. მერე რომ დამთავრდა რაღაც კომენტარები გააკეთეს. კომენტარები როგორც ყოველთვის ახლა როგორც ევროპელებმა იციან, იყო საოცრად ბუნდოვანი რა, ადამიანი რო ვერ გაიგებ, რა ილაპარაკეს, რა გადაწყვიტეს. მე ვერ გავიგე რა. რამე ესეთი რეალური ინფორმაცია, მე გადავხედე იქნება ვინმე გაიგო თქო და როგორც გავიგე, ვერავინ ვერ გაიგო რა. სადღეგრძელოები მოყვენ რა, რომ ერთად უნდა ვიყოთ, გავაძლიეროთ უკრაინის ხარდაჭერა, გავაზარდოთ თავდაცვის ხარჯები, იქ სამშვიდობო კონტინგენტი შევიყვანოთ, მშვიდობა რო დამყარდება, ეს მშვიდობა არ უნდა იყოს რუსეთის სასარგებლო და რაღაცეები რა, ესეთი რა, ესეთი რასპლივჩიტი რუსები რო იტყვიან ფორმულირებები რა. კონკრეტიკა რა იყო, 1 მილიარდი 600 ფუნტი სტერლინგი გამოუყვეს კიდე უკრაინას დამატებით ინგლისური წარმოების ჰაერსიწინააღმდეგო თავდაცვის სისტემების რაკეტების შესაძენად. LLM თუ რაღაცა ქვია ამ რაკეტებს და ძალიან ეფექტურია ამ შახედების წინააღმდეგ ბრძოლაში და დამატებით 5000 ანტი რაკეტას მიაწვდიან რა მოკლედ. ხო, კიდე ის იყო კონკრეტიკა, რომ თუ კონკრეტიკა შეიძლება ამას ეთქვას, რომ უახლოეს ხანებში ბრიტანეთის პრემიერი სტარმერი კიდე ერთხელ ესტუმრება ამერიკას, შეხვდება ტრამპს, იმიტომ რაღაცეების დალაგება ამერიკის გარეშე არანაირად არ გამოდის, არც ამათ მშვიდობის გეგმაში და საერთოდ არაფერში. და კონკრეტიკა იყო ის, რომ თქვეს, რომ 6 მარტს კიდე შეიკრიბებიან იგივე სასტავი, ამჯერად ბრიუსელში და იქაც რაღაცეებზე იბაზრებენ და მე ალბათ ისევ ესე რაღაც გაურკვეველ რაღაცებს მოგვიყვებიან და ვის უმალავენ ამ ყველაფერს ვერ გავიგე. ხა ტრამპს და პუტინს თუ უმალავენ, დარწმუნებული ვარ ტრამპსაც და პუტინსაც მაგიდაზე უდევს მაგ შეხვედრის სტენოგრამა. ვინ რომელ წუთზე რა თქვა, სახის რა გამომეტყველებით, ეგეთი დეტალებით რა და კაი მალონ და იყონ კაცო რა. ჩვენ თუ გვიმალავენ რავი. ხო, ეხლა უკრაინაში რა ხდება ფრონტზე? მოკლედ რაღაც ის მნიშვნელოვანი ცვლილებები არ იყო, ინფორმაცია ცოტა და ბუნდოვანი. ამიტომ ცალკე ვიდეო აღარ დავდე რა მაგ თემაზე. 3 სოფელი აიღეს ბოლო 2 დღეში რუსებმა, 2 ველიკაი-ნოვოსილკას მიმართულებაზე და 1 კურსკის ოლქში. თავის მხრივ უკრაინელები კონჩეტოებს ახორციელებდნენ პაკროვსკის და ტორეცკის მიმართულებაზე და იქაც რაღაც წარმატებები ჰქონდათ, მაგრამ ისეთი რომ აი დასახლებული პუნქტი აიღეს ან გაანთავისუფლეს, ეგეთი ინფორმაცია სერიოზული უკრაინული წყაროებიდან არ წარმოსულა, ან გეშტაბს რო ეთქვა, ან რაღაც სხვა ისეთ საინფორმაციოს არ არის და ეხლა მე რატო გავუსწრო მატარებას წინ ვერ გავიგე ხა. უკრაინელებზე მეტი უკრაინელი ხო არ ვიქნები. ხო და აქ ვიღაცები ქართველები შედიან ამ ჭეღე-პეღე უკრაინულ ტელეგრამ არხებზე და ნუ იქ ძირითადად ცთარი ინფორმაციებია რა და მე ამ ინფორმაციების რო ჯერათ აქ ჩემთან შემოდიან, რატო არ თქვი და როგორ არ თქვი. იმიტომ არ თქვი, რომ როგორც წესი ეგ ინფორმაციები არ შეესაბამება სიმართლეს. მე გამოწერილი მაქვს და უსმენ სულ 3 უკრაინულ წყაროს. ძირითადად რა, ეს არის ნიკოლაევსკი, ვანიოკი, Deep State და Union. თუ რამე მნიშვნელოვანი და სიმართლესთან ახლოს ინფორმაცია არის, რომელიღაც ამ რესურსზე აუცილებლად გაჟღერდება. პლუს ამათ დამატებით 2 უკრაინული ტელეგრამ არხი მაქვს გამოწერილი, რომელშიც ეს უშუალოდ ბრძოლის კადრებია და როცა არის ხოლმე რაღაც ისეთი ეფექტური ან სერიოზულ სამიზნეს გაანადგურებენ უკრაინელები ან რაღაც ეგეთი ვაზიარებ ხოლმე ძირითადად ტელეგრამ არხზე და ხანდახან Facebook-ზე. TikTok-ზე არ ვდებ, იმიტომ რომ TikTok-ი ბლოკავს ეგეთ ვიდეოს და მაგის გამო შეიძლება არხი დამიბლოკონ და ხო ვიცი უკვე ეს გამოცდილებით და აღარ ვაკეთებ ხოლმე. გარდა ამისა, ყველაფერი ამის დაზღვევის მიზნით არის ესეთი ქართული პროუკრაინული რესურსი ალფა სიხშირე. იქ დებენ მხოლოდ პროუკრაინულ ინფორმაციას რა. ხო და დღეში 2 ჯერ ამათ გადავხედავ ხოლმე რა. ეხლა მე რო არ ვეძებო სათითაოდ უკრაინულ
Telegram არხებზე ესენი დადიან, ეძებენ და თუ რამეა სადმე ან ტანკია აფეთქეს, ან ყველაფერს დებენ რა. და რო არ გამოჩეს რამე ისეთი მნიშვნელოვანი წარმატება უკრაინელების, ამათაც გადავხედავ ხოლმე რა. ხო. და ეს ამის ყველაფერ ამის საფუძველზე და მე რუსულ წყაროებთან შედარებებზე გადამოწმების საფუძველზე ვდებ ხოლმე ინფორმაციებს. მე არ უსმენ უკრაინელ ჭეღეპეღე ექსპერტებს რა. აი ჩვენთან რო აკია ბარბაკაძე, პოლკოვნიკი ლაშა ბერიძე და კიდე ვიღაცები ხო არიან. უკრაინაში ეგეთი არის უამრავი. იან მასეიჩუკები, ბუტუსოვები, სვიტანი და ვიღაცები რა. ხო, თან როგორ არის ხა ჩვენთან ამ აკიას და პოლკოვნიკ ბერიძეს ფორმულაზე და იმაზე თუ დაუძახებენ ხოლმე აკუბარდიასთან და იქ მოყვებიან რაღაცებს, რაღაც პერიოდულად და ეს უკრაინელი ექსპერტები უფრო ნავაროჩენები არიან და ყველას თავის Telegram არხი აქვს, YouTube არხი აქვს, ყოველ დღე დებენ იქ რაღაც რუკებს მიხაზავენ, მოხაზავენ ინფორმაციის წყაროებიც უფრო მეტი აქვს იქ და აურეკავენ ნაცნობ სამხედროს ზოგს ზღაპარსის მოუყვება, ზოგს ზღაპარსეს და მე ავცელებენ ამას და ხო აი ქართველებიც ვინც ამ იმაზე შედიან, მე ჯერავთ ამ ყველაფერს რა. და ადრე მეც ქონდა ეს რესურსები გამოწერილი, მაგრამ მე რომ ნახე ერთხელ თქვეს არ აღმოჩნდა სწორი, მეორედ თქვეს არ აღმოჩნდა სწორი, მესამეც საერთოდ საწინააღმდეგო ხდება თურმე, მეოთხედ, მეხუთედ, მეოცედ და მივატოვე რა. როგორც არასანდო წყარო მაგებს აღარ უსმენ. ეხლა ზოგჯერ შეიძლება სიმართლეს თქვან მაგათმა და ზოგჯერ შეიძლება შემთხვევითაც გაარტყან, თქვან რომ აი ეს რაღაცა მოხდა და მართლა მოხდეს რა. მაგრამ ამის გამო ეხლა ხო არ შეიძლება რომ მიიჩნიო რომ სანდო წყაროა რა. აი ესეთი მე ესე რომ მუშაობ, იმიტომ არის რომ ჩემი ინფორმაციები ყოველთვის ძალიან ახლოს არის სიმართლესთან. შეცდომები რაღაცები მეც მომდის ხოლმე, მაგრამ ძალიან იშვიათად და ეს ჩემმა ძველმა გამომწერებმა ყველა მიცის რა. რომ ნეო ცდება ძალიან იშვიათად და მისი ინფორმაცია არის რეალური. ხონდა, ნუ ეხა ვიღაცას თუ გეხალისებათ ამ ჭეღეპეღე უკრაინულ რესურსებზე ძრომიალი და რაღაცების იქინე ნახვა, კი ბატონო, რა ვიცი. რაღაცა უფრო ისეთი ინფორმაციები იქნება თქვენ სურვილებს რომ შეესაბამებათ და გაგეხარდებათ იმ მომენტში და მე რო აღმოჩნდება რომ ეს რეალური არ არის, ნუ მე ხო გაგიტყდებათ და ავი თუ გევასებათ ესეთი რაღაცები ბაზარი არ არის და თუ მართლა გინდათ ობიექტური რეალური ინფორმაცია იცოდეთ, უნდა მოусმინოთ ნეონიუს რა. არავინ სხვა საქართველოში უკეთესად უკრაინის ფრონტის ამბებს არ ყვება. ეს არის მოკლედ რეალობა, ამის მოყოლა მინდოდა ძირითადად ახალი გამომწერებისკენ 15000 გამომწერზე ავედი TikTok-ზეც და Facebook-ზეც. რაც კარგია.